სოციალური დახმარება იზრდება სიღარიბის ზღვარსხევლად ყოფი მოქალაქეებისთვის 1 ივლისიდან, ასევე ფართოვდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. საკითხებზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დავით სერგეენკოს განცხადებით იზრდება დაფინანსებული ურგენტული შემთხვევების სპექტრიც, ასევე გეგმიური ოპერაციების წლიური ლიმიტი 15,000 ლარის ფარგლებში, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა 12,000 ლარის ფარგლებში. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით პროგრამით მოსარგებლეებს უფლება აქვთ სასურველი კლინიკა აერჩიონ. ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედა. დღემდე მასში 1,400,000-მდე ბენეფიციარია ჩართული. ქართულად რა შეესაბამება, რუკაზე დევს იზრდება სოციალური შემწეობები, ის რაც იყო 30 ლარის ოდენობით ხდება 60 ლარი, ის რაც იყო 24 ლარის ოდენობით ხდება 50 ლარი. ეს არის ერთ-ერთი ცვლილება იმ რამოდენიმეთაგან, რაც განხორციელდება 1 ივლისს. 1 ივლისს აგრეთვე სხვა სოციალური პაკეტების გაზრდაც იგეგმება, მოგეხსენებათ, ეს არის პირველ რიგში ჯანდაცვის პაკეტის გაფართოება და ეს არის მთელი რიგი ცვლილებები. ანუ 1 ივლისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ესეთი ქვაკუთხედი იქნება ჩვენი დაპირებების განხორციელების გზაზე.